მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ძალიან საინტერესო თემას შევეხო. ეს არის ბავშვთა მატრიცა. კარმულ ნუმეროლოგიაში ზოგადად ბავშვების პენტაგრამა 18 წლის ასაკამდე არ დგება, რადგანაც ითვლება, რომ მოზარდები 18 წლამდე იმყოფებიან მშობლების კარმის ქვეშ. ანუ მათ ცხოვრებაში თუ რაიმე მოვლენები ხდება, ავადობენ, კარგად არიან თუ ნებისმიერი მოვლენა რაც ხდება, არის მისი მშობლების კარმა. მაგრამ შესაძლებელია ინახოს ბავშვთა მატრიცა. იგი იძლევა შესაძლებლობას წინასწარ გაიგოს მშობელმა, რა ენერგიებში იმყოფება ბავშვი, რა მიდრეკილებები აქვს იმისათვის, ანუ რა სპორტის რა სახეობებზე შეიძლება აქცენტის გაკეთება, რა წრეებზე შეიძლება ატაროს იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვების ენერგიების სწორი მართვა, რომელიც შემდგომში მათ სწორ რეალიზაციას გამოიწვევს. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ დავუშვათ ორ რიცხვში დაბადებულ ბავშვებს თხოვენ ლიდერული თვისებების გამომჟღავნებას, ან პირველში დაბადებულ ბავშვს თხოვენ დავუშვათ უმოძრაოდ ყოფნას, ან დაკავებულია ისეთი წრით, სადაც ბავშვის გადაადგილება ნაკლებად იქნება. ნუ აი ესეთი შემთხვევები რომ არ მოხდეს და ზუსტად ვიცოდეთ რა ენერგიებში იმყოფება ბავშვი, ამიტომ რეკომენდებულია ბავშვთა მატრიცის გაკეთებაც. მას ასე დავიწყოთ. ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის პირველში 10-ში, 19-ში ან 28 რიცხვებში. მათი ტალანტი და ძლიერი მხარეებია ის, რომ ისინი ფლობენ შესანიშნავად სიტყვას და აქვთ დამაჯერებელი საუბრები. არიან უპირობო ლიდერები. ამიტომ შეეფერებათ აქტიური სპორტის სახეობები და რაც მთავარია, გუნდური სპორტის სახეობები, სადაც ბავშვი მოახდენს თავისი ლიდერული თვისებების წარმოჩინებას და გამომჟღავნებას. ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის 2-ში, 11-ში, 20-ში ან 29 რიცხვებში. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან შედარებით უფრო მეტი სიმშვიდით, ვიდრე ერთიანები. მათი ძლიერი მხარეებია ინტუიცია, ძალიან მორიდებული და ცოტა დაბნეული ბავშვები არიან, განსაკუთრებით ბიჭები არიან დედაზე მიჯაჭვულები. გამოირჩევიან ხმის ლამაზი ტემბრით. მაგრამ ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საშინელი მატყუარები არიან და ამიტომ უნდა მიექცეს ბავშვობიდან ამას ყურადღება. შეეფერება წრეები, ვოკალი, მხატვრული კითხვა, კოლექტიური სპორტის სახეობები, ან ისეთი სახეობები, სადაც წყვილებში იქნებიან მაგალითად ცეკვა, წყვილში. ეს ბავშვები ამ ენერგიაში მყოფი ბავშვები თხოვენ ძალიან დიდ მხარდაჭერას. მათ არ შეუძლიათ ლიდერული თვისებები. ნუ მოსთხოვთ მათ ლიდერობას, იმიტომ რომ ისინი ამ ენერგიებში არ არიან. მათ უყვართ მოფერება, ჩახუტება, ძალიან ტაქტიურები არიან. ეს გაითვალისწინეთ, თორემ რომ გაიცდებიან და მიაღწევენ დასრულ ასაკს, აუცილებლად საყვედურს გეტყვიან შემდეგ. ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან 3-ში, 12-ში, 21-ში და 30 რიცხვებში. ესენი არიან კაშკაშა ვარსკვლავები, მუდმივად იგონებენ რაღაცა საინტერესოს, აი სცენის ბავშვები არიან. ისინი ხელოვნებით უნდა იყვნენ დაკავებული, ცეკვა, მუსიკა, ხატვა, სამსახიობო ხელოვნება, რადგანაც სამიანი ქალური ენერგია, 3 რიცხვში დაბადებული ბიჭებისთვის რეკომენდებულია ტენისი, ჭიდაობა, ცოტა ისეთი ბოქსი და ესეთი მამაკაცური სპორტის სახეობები. გოგონებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამას. 4-ში, 13-ში, 22-ში და 31 რიცხვებში დაბადებული ბავშვების ძლიერი მხარეები პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ისინი არიან ძალიან შრომის მოყვარე ბავშვები. აქვთ ხელმძღვანელობის ნიჭი, თუმცა უხეშები შეიძლება იყვნენ აგრესიულები და ჯიუტები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვის ამ თვისებების დაძლევა უნდა მოხდეს მშობლებისაგან ეკოლოგიურად და დიდი მოთმინებით და არა ხისტად. ასეთ შემთხვევაში ბავშვის ფსიქიკა იმსხვრევა და ამიტომ მოთმინება და ნებისყოფა აუცილებელია. რადგანაც 4-იანი მამაკაცური ენერგია, გოგონებისთვის რეკომენდებულია ქალური ნაზი სპორტის სახეობების არჩევა, მაგალითად ტანვარჯიში, იოგა, ბალეტი, ცეკვა. ბიჭებისთვის ნებისმიერი სპორტის სახეობა. ორივე სქესის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდობის პერიოდში, ფინანსების მართვას და მის სწავლებას შესაფერი სკოლებში ან წრეებზე, რადგან ეს მათი ყველაზე ძლიერი მხარეა.
ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის 5-ში, 14-ში და 23 რიცხვებში. ასეთი ბავშვების ძლიერი მხარე არის ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკა. მათ აქვთ უნარი ძალიან დიდი ინფორმაციის ათვისების. ესენი არიან კომპიუტერული გენიოსები. ამასთან ერთად ახასიათებთ შფოთვა. ეს დიდი ინფორმაციის დატევის ბრალია. ამიტომ საჭიროა სხეულის ჩართვა. მასაჟი, იოგა, ტანვარჯიში, რათა მოხდეს ენერგიების გადანაწილება თავიდან უფრო მეტი სხეულისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქიკის გადაღლა და შემდეგ მოშლა გამოიწვიოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდანვე ასწავლოთ მიღებული ინფორმაციების გადაცემა, რადგანაც განთავისუფლდეს თავი ამ ძველი ინფორმაციებისაგან და უფრო მეტი ახალი ინფორმაცია შემოვიდეს. ეს ერთი და მეორე ის, რომ მათ შესანიშნავი უნარი აქვთ ამ ინფორმაციების გადაცემისა. ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან 6-ში, 15-ში და 24 რიცხვებში. მათი ძლიერი მხარეებია კომუნიკაბელურობა, გარეგნული მიმზიდველობა, ფაქიზი და დელიკატური გემოვნება. ძალიან ხელოვანი ბავშვები არიან, ესთეტები, ახასიათებთ მანიპულაციის უნარი, ნებისმიერი ხელოვნების წრეების შეეფერებათ, რის მიმართაც გამოიჩენენ სურვილს და უნარს. ასეთი ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების მხარდაჭერა, რადგანაც არ არიან თვითდაჯერებული ბავშვები და არიან გაუბედავები. ამათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისაგან უპირობო სიყვარული, ისე როგორც ყველა ბავშვისთვის, მაგრამ განსაკუთრებით 6-ში, 15-ში და 24 რიცხვში დაბადებული ბავშვები განსაკუთრებით მოითხოვენ მშობლისაგან უპირობო სიყვარულს და მხარდაჭერას. განსაკუთრებით ბიჭებს ეხებათ ეს, თუ დედამ არ მოახდინა ბავშვობიდანვე მისი ნიჭის აღიარება და შეფასება, ის მერე მთელი ცხოვრება დაიწყებს სწორედ ასეთი ქალის ძებნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2-ში და 3-ში დაბადებული ბიჭებისთვისაც ეს ინფორმაცია. ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან 7-ში, 16-ში და 25 რიცხვებში. მათი ძლიერი მხარე არის ბრძოლის ენერგია. ასეთი ბავშვები ძალიან მიამბოხები არიან, ლიდერები, რევოლუციონერები, ბავშვობიდან ოჯახში შემოაქვთ წესები, არიან კრეატიულები, კარიერისტები, როგორც ხუთიანები და რვიანები სხვათა შორის, ნოვატორები. არიან ძალიან სწრაფები, აუტანლად მოძრავები. შეეფერებათ ნებისმიერი სპორტის სახეობა, რომელიც მოითხოვს მოძრაობას და პირიქით არ იქნება შეზღუდული მოძრაობა. ასევე წრეები, სადაც ასწავლიან კონსტრუქციების აგებას, ლოგოს აწყობას, მოზაიკას და საერთოდ შენებას. ინტელექტუალები არიან და უყვართ ძალიან ბევრი კითხვის დასმა. ამიტომ მშობლებმა უნდა გამოიჩინოთ მოთმინება და შესაბამისად ყველა კითხვაზე გასცეთ პასუხი. სპორტის ყველა სახეობა, სადაც მოძრაობა არ იქნება შეზღუდული. 8-ში, 17-ში და 26 რიცხვში დაბადებული ბავშვები არიან სამართლიანობისა და ფულის ენერგიებში. ასეთ ბავშვებს როგორც წესი ძალიან უყვართ ფული და მათი თამაშიც გამოიხატება ყიდვა-გაყიდვის ქმედებებში. ისინი ბავშვობიდან გრძნობენ ფულს, ამიტომ უნდა ეთამაშოთ ფულით. ყოველთვის დაინტერესეთ, რომ ნებისმიერი საქმის შესრულება დაჯილდოებული იქნება რაიმე თანხით. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გონივრული ზომიერების ფარგლებში. ასევე ამ ბავშვებს სამართლიანობის გრძნობა აქვთ და ეცადეთ, რომ მშობლებმა არ დაკარგოთ ნდობა ბავშვებთან, არასოდეს არ მოუტყუოთ ეს ბავშვები. შეეფერებათ წრეები, ჭადრაკი ან რაიმე ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები. აგრეთვე სპორტის ნებისმიერი სახეობები. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტით დაკავება ამ ენერგიების ბავშვებისათვის. და ბოლოს 9-ში, 18-ში და 27 რიცხვში დაბადებული ბავშვების ძლიერი მხარეებია მათი ექსტრასენსორული თვისებები, წინასწარმეტყველური სიზმრები. ისინი მებრძოლი სულის ბავშვები არიან, მე მინდა ვიყო ნომერ პირველი, ან საერთოდ არ ვიქნები და არ გამოუჩნდები. ამის გამო მორცხოვენ და საერთოდ იკეტებიან. ეს მშობლების ბრალია. ასეთ ბავშვების მშობლები სულ უნდა ცდილობდნენ ელაპარაკონ ბავშვებს, ყოველთვის უნდა შეკითხონ, რას ტკივათ, რა აწუხებთ, რადგანაც ისინი ჩაკეტილობისკენ არიან მიდრეკილები. აქვთ შიშები ძალიან ბევრი რამის მიმართ, ამიტომ უნდა ასწავლოთ, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ ბევრი შრომის შედეგადაა შესაძლებელი.
ასეთი ბავშვის გატეხვა და დაწნეხვა ძალიან ადვილია, ამიტომ ძალიან ფაქიზად უნდა მოიქცეს ყველა მშობელი.